აქ არის შენახული სასტუმროს კამერების ჩანაწერები. ყველაფერი ჩანს ვინ შევიდა და ვინ გავიდა. აბა, ნახოთ. მზად ხარ? ისმეთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მურატ, ალბათ უკვე გაგაფრთხილეს. 4 ივლისის სტუმრების სიახლე გჭირდება. ალსანჯაკის ფილიალის. პროკურატორიდან ნებართვა გააქვთ? შენ რა ვერ მიცანი? შენი აზრით მსგავსი რამ გჭირდება? მერთენ თექინსოი, სიყვარულის გურო. გახლა ვარ. დაგვეხმარები? არა. მართლა მწერალი კი არ ვარ. ჩემი ძირითადი პროფესია პროკურატურაში მუშაობა იმისთვის, რომ სერიული მკვლელი დავიჭირო. მეც მინახავს ეგ ფილმი. სად ნახე ეგ ფილმი? კარგი, მადლობა. მსგავსი ფილმი ხომ არ არსებობს? საკმარისია, რა საკეთებ? ეგ ფილმი. შენი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, რომ დავიჯერე, თითქოს რაღაცის გაკეთება შეგეძლო. სხვა ფილმი გამახსენდა. წამოდი. დედა? გამარჯობა შვილო. დედა შენისთვის არ დაგირეკავს. სულ დამავიწყდა, ახლა მოვჭი ყველაფერს. რას მარჩი შვილო? შენ ხომ დილით გახვედი სახლიდან. დამავიწყდა მაგის თქმა. ჯემი სიურპრიზი. უნდა რომ კომპანიაში ვიმუშაო და კაბინეტი მომიმზადა. თვალი არ ეცეს ჩემს სიძეს. ყოჩი აღმაგას. მომისმინე შვილო. ადამიანი, რომელიც დედამისს არ უსმენს, კარგი ქმარი გამოვა. ეგ არ დაგავიწყდეს. ერთი წუთი სწორად გავიგე, გინდა რომ აქ ვიმუშაო? შვილო, როგორ შეიძლება მინდოდეს, რომ იმ ქალისთვის გამოიმუშაო ფული? ღვთის გულისათვის მაგას არ ვამბობ, მაგრამ სამსახურია. როგორ უხდება ჩემ შვილს ასეთ სავარძელში ჯდომა? ხელმძღვანელს გავხარ შვილო, კამერა გადართე. მოიცადე. აი ასე. შვილო, მე რა ასეთი კარგი მხედველობა მაქვს? რამდენი წლის ვარ? ნორმალურად მაჩვენე. კარგი დედიკო, კარგი. აბა საკმარისია, ძალიან ლამაზია. ფეხები გაჭიმე მაგედის მხარეს. დედა, ალბათ გაგიჟდე. შვილო, რა შემჭირდება უფროსის სკამი მასზე წამოწოლას თუ ვერ შეძლებ? მიდი სურათიც გადაიღე. კედელზე დავკიდებთ, მიდი შვილო. დედა, ნუ სულელავ. შვილო, საერთოდ არ მცემ პატივს. ღვთის გულისათვის ის გააკეთე, რასაც გთხოვ, მიდი. მოვდუნდი მაგ სავარძელზე. მიდი შვილო, მიდი. კარგი რა დედა. გამოვიდე, რაც გინდოდა. ახლა ისე თითქოს შენს გვერდით ვინმეა და შენ რაღაცას უბრძანებ. მიდი შვილო. დედა, გამაგიჟებ. შენ გამაგიჟებ. ნახე, აი ასე გააკეთე. გოგონა ლექიანი ყავა მომიტანე. მიდი დედა. ამერიკანა თუ შეიძლება. აი ახლა უკვე გახდით ეკინსოების ოჯახის რძალი. დედა, გადმოგირეკა. აქ რა საკეთებ? ხომ გითხარი, რომ შენი დანახვა აღარ მინდა? აქ იმიტომ არ მოსულა, რომ შენზე ვგიჟდები. ჯემა მომიყვანა. გადი აქედან გთხოვ. რა ხდება? რამე პრობლემაა ძმაო? ის რომ შენი საცოლი ასე ერთობა კომპანიაში პრობლემაა ჯემ. ოიქოს სიურპრიზი გაუკეთე. ეს კაბინეტი მისია ბოლოს და ბოლოს ამიერიდან ერთად ვიმუშავებთ. კარგი. კარგი, რადგან ოიქო ამიერიდან ჩვენს კომპანიაში იმუშავებს, ვინაიდან ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრია. ოჯახის საიდუმლო არ უნდა არსებობდეს, ხომ ასეა?
ნაპატი ეძმაო, რა თქვი? გაიმეორე. ჯერ მე უნდა წავიდე. ვიხრჩები აქ, ჩახუთულობა. გარეთ გავალ. იქ დაგელოდები. იყვი რამეს? არა, არაფერს ვიტყვი. კარგი, მაშინ გავიქეცი. ერთი წუთი ხელშეკრულება წაიღე? არა. ხელშეკრულების თაობაზე არ მივდივარ. მანქანა უნდა მივიყვანო. ბიჭო, რა მანქანა? რა ტეკ დათვალიერება? შეეშვი მაგას სხვა ვინმე იზამს. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სუდემ ხელი მოაწეროს. ეგ საქმე. ხო, ეგ საქმე, მისმინე. ამას თუ ვერ მოვახერხებ, პრესა დაწერს. თითქოს უკვე მოვაწერეთ ხელი. ის კი სიმართლეს თუ იტყვის, ჩვენ ამ დროს სუდეზე ვსაუბრობთ, ხომ იცი როგორიცაა? მაშინ შენ მოაგვარე ყველაფერი. არ შემიძლია მოგვარება, არ შემიძლია ძმაო. არ შემიძლია ქალი ჩემზე ჩაიციკლა. ძმაო, ღვთისმგულისათვის, ქალთან თუ ვერ აგვარებ საქმეს, მისმინე. სხვას ვერავის ვანდობ მანქანას. ნაპატი, შენ როგორ მესოდესთან მოაგვარე, მე საქმე მაქვს. ბიჭო, შენც უფროსი ხარ? ჯემ. ძვირფასო მანქანა ტეკ დათვალიერებაზე უნდა წავიყვანო, სულ დამავიწყდა, თუ გინდა ჯერ სახლში წავიყვანო. არა, ტაქსი გამოვიძახოთ. მაგარია. შეგძლიათ ქალბატონო იქოს ტაქსი გამოვიძახოთ. დიახ, ახლავე. დაგელოდო? არა, არ არის საჭირო. კარგი. მადლობა. ქალბატონო იქო, ტაქსი მოდის. მადლობა. გაუქმე, მე წავიყვან ქალბატონს. მე არ მგულისხმობ ალბათ. ახლა მე მინდა დალაპარაკება. მისმინე. ამჯერადაც თუ მიხვდებიან, რომ რაღაცას ვხართავ, აქედან თავაზიანად არ გაგვისტომრებენ. სანამ ეს ბარათი გვაქვს ვერავინ ვერაფერს გვეტყვის. ესადე ყურადღება არ მიიპყროვა. სტუმრების სია ავიღო და წავიდეთ აქედან. მიდი, აბა თქვი. გაიმეორე. მისმინე, ყოველთვის როდესაც რაღაცის გაკეთებას ვცდილობდი ფარულად, მუდამ მე ვხვდები პრობლემაში. იქნებ ცოტა მენდო. როდესაც ამას ამბობ, ნაკლებად გენდობი. წავიდნენ. Ayakkabı küçücük. წავედით. ამჯერად ჩემთვის გააკეთებ კეთილ საქმეს. ის გუშინდელი მსახიობი ხომ გახსოვს? ჭირვეულია. ჩემი შენდამისაკ ცილის გამო გამიბრაზდა. კარგი, და რა უნდა გავაკეთო? კეფიცები, ჩემი შენ დაითანხმე ქორწინებაზე. შენვე დაითანხმე დასაქმებაზე. ვფიქრობ, რჩევა არ სჭირდება ადამიანს, ვისაც კარგი დარწმუნების უნარი აქვს. ისე მოვიქცევი, თითქოს ბოლო სიტყვები არ გამიგია. თავი დამანებეთ, არ მინდა, წადით. წადით. ბოდიშ გიხდეთ, დილიდან ასათია. მაღლა და მარცხნე. წავიდეთ. ოღონდ არ შეემჩნიოთ ქალბატონ სუდესთან ეს უცნაურობა. თორემ უარესი მოხდება. ამაზე უცნაური რაღა უნდა იყოს. ახლა ნახავ.
ჩემი ლამაზი თვალები აღარასდროს იბწყინებენ. მე არ შევალ. რას ქვია არ შეხვალ? გოგო არაფერს არ იზამს, თუ უბრალოდ გულმეტყენია. ჩემი სურათები უნდა გაყიდოთ? არა. ამას არ დავუშვებ. ასეთ მდგომარეობაში ვერავინ მნახავს. მომისმინეთ ქალბატონოსოდე, ხვალ სინჯები გვაქვს. თქვენ ჯერ არ მოგიწერიათ კონტრაქტზე ხელი. მისმინეთ, როგორც პროდიუსერმა დიდი მნიშვნელობა მივანიჭი ამ საქმეს, ხომ გესმით? მოთხარ იმას, რომ რობოტებთან არ ვიმუშავებ. ადამიანი მჭირდება, რომელიც ადამიანურად მოიქცევა. გასაგებია? ადამიანი ვარ. უსულო, უგრძნობი რობოტი. არ ეკითხეს ტკივა თუ არა ამ ქალს. მე კი ხელი უნდა მოვაწერო შეთანხმებას, არა? ამ გოგოს სტერილისგან თვალები აქვს ჩალორჩებული, მაგრამ შენი მის ნაცვლად რომ ეკითხე როგორ არის კონტრაქტზე ელაპარაკები. მე არ მაინტერესებს ადამიანური გრძნობების პროგრამები. აქ საქმეზე ვარ და პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ისე მაინც გეთქვა რომ არ წყენოდა. რა მოხდება რომ უთხრა? აღარ ეწყინება? რა მნიშვნელობა აქვს ვეტყვი თუ არა? კარგი, აქ დარჩი. ჩამოჯექი, ახლა დავბრუნდები. ვიტყოდი, მოდი ყველა ერთად დავწვათ მეთქი, მაგრამ იქ შეიძლება ლამაზი ტანსაცმელებიც იყოს. მაგალითად ეს. ეს სურათი შენი პირველი ფილმიდან არის. სადაც მთავარ როლში იყავი, ხომ ასეა? რა ლამაზი ღიმილი გაქვს, მართლა. მე ძალიან მიყვარს. კარგი, ნუ მაცდე, ესენი უნდა მოვიშარო. ჰადეჯა, ყველაფერი დაწვეთ. შენ არ წახვალ. ცხადია წავალ თუ გინდა, მაგრამ არ მინდა რომ მარტა დაგტავა. იმიტომ რომ როდესაც მე მემართება მსგავსი რამ, მინდა რომ ჩემი დაიყოს ჩემს გვერდით. ფეხსაცმელი მკლავს. მე ბხანება. ამინ. დამშვიდი. ეს რა პროგრამაა? ივლისი ნახე. ერთი წუთი? ბატონო მერტერ. ცხოვრება შესანიშნავი დამთხოვებით არის სავსე. მადლობა, დიდი მადლობა. მარტო მე კი არა. ნახეთ, ჩვენ ყველა სკოლის მეგობრები ვართ, ყველანი თქვენი თაყვანისმცემლები ვართ. ქალბატონებო, 10 წუთი მოგვეცით და მე აღგვთავანდით მისით. მადლობა, დიდი მადლობა. რა გაწვიათ? ხო, რაღაცას ვიძიებ ჩემი ახალი წიგნისთვის. ახალი წიგნი იქნება, გესმით? ხომ გეუბნებოდით რომ არ გაჩერდება მეთქი? მართლა ყავს თაყვანისმცემლები. ქალბატონებო, ახლა თქვენ ხართ ჩემი დამხმარეები. ამიტომ სანამ არ მოვჩები, ჩემს გამოძიებას თავი მოიკატუნე, თითქოს არ მიცნობთ. შვენიერია. არაფერი. მოხუცთა თავშესაფარში შენს წიგნებს უფასოდ არეგებენ? აღარ ვნახავ. კარგი. ქალბატონებო, 2 წუთით გთხოვეთ. მურატ? ვიძახებ დაცვას მისაღებთან. გაიქეცი. გავიქცე. აკეთ?
მოვალ მალე. დედა. მან მიღალადა. თავის სუდეს უღალადა. მაგრამ ეგ შენ არ გეხება. როგორ არა? რას არ უნდა გადაგეტანათ? მან თუ გაგრძნობინე რომ ვიღაც სხვა არსებობს, შენზე უკეთესი, მაშინ ეს სიყვარული არ არის. თავს როგორ გრძნობ, როდესაც ნამდვილი სიყვარულია? მაგალითად, ფრანგულში არ არის სიტყვა მონატრება. ისინი ამბობენ, შენ მე მაკლი ხარ. მართლა რომ არ გაყოდეს ის. ახლა ასე დღეში არ იქნებოდი და ისიც არ მოგექცეოდა ასე. ასე იგი შენი მეორე ნახევარი სადღაც სხვაგან არის. შენ კი ტყუილად იწვალებ თავს. Orada bir yerlerde. ეგ ღირს ამათ. Kendini hırpalıyorsun. Değer mi? მითხარე. შენთვის ოდეს მეუღალატიათ. ის რა გვისმენს? აბა, შენ ყვებოდი. უღალატიათ. უღალატიათ. ჩემი შეყვარებულის აუში შიშველი ქალი ვნახე. მერე? რა გააკეთე? Kaçtım. არაფერი. Ardıma bile გავიქეცი ისე რომ უკან ერთს კი მომიხედია. მისთვის არ მომისმენია. ისე გავიქეცი. მერე გავიგე რომ ეგოგო მისი მეგობრი შეყვარებულია. ერთად ისვენებდნენ, მაგრამ რომ არ მომესმინა მისთვის, ვერ გავიგებდი ამას. ამიტომ შენც იგივე უნდა გააკეთო. უნდა დაელაპარაკო. Eğer seni gerçekten მართლა თუ გღალატობს, მაშინ თქვენი გზები აღარ გადაიკვეთება. yollarınız hiçbir zaman ყოველ birbirine შემთხვევაში მე ასე En ვფიქრობ. azından ben böyle görüyorum. Sabahtan დილიდან 50 ჯერ დამირეკე, 50 ჯერ. რა გინდა? შენ მჭირდები. 3-4 წამით. 4 saniye düşünsen ne istiyor olabilir? მისმინე ძალიან მძაბავ. ყველაზე ძალიან ეგ არ მიყვარს. ასეთი მას მერე გახდი, რაც შენი საცოლე ქალბატონი ოიქუ გამოჩნდა. Girdi. Neyse. კარგი. Gel მოდი bir kere გაკოცა. bakayım da başka bir şey ერთხელ და istemeyeceğim. მეც არაფერს გთხოვ. bir kere de ben ერთხელ ვაკოცებთ ერთმანეთს და ბარი ბარში ვიქნებით. როგორ ჩანს ამ დღეს ელოდის ალაპარაკოდ. შენ რა გვისმენდი? არა ძვირფასო რატომ უნდა მომისმინა? ძალიან კარგი. შენ შეიძლება ყველაზე მშვენიერი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდეს მემინახავს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. არაფერს. ესე იგი კარგ ამბებს ველოდოთ? დიახ, ვინაიდან ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენი ფილმი შესანიშნავი იქნება. ხელშეკრულება აქ არის. ცხადი აქ არის. ლალის თვალებს შეხედე და აბრეშომის თმებს. ჩემს სოლს, ჩემს ლამას სოლს შეხედეთ. მოაზვიადე ბონა. ნახე როგორი ახალგაზრდა გოგოები არიან. თუ ვაზვიადებ მხოლოდ მღელვარების გამო, ნუ თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სიტყვები ეყოფა ასეთი მშვენიერი ქალის აღსაწერად. ისევ დაიწყერა ჩემი კომპლიმენტები თავსება. უნალბიძია ისევ თელავს გზას გრეის 50 ელფერის ამოსახსნელად. მამიკო, რომანტიკა მერესთვის გადადე. შვილო, ვინ იცის, როდის იღვრება სიყვარული საყვარელი ქალის მიმართ. აი, სუდეც მოვიდა. სუდა. ჩემო ვარსკვლავა. სხივა. გარშემო ყველაფერი გაანათე. ძალიან საყვარელი და ლამაზი ხარ. თქვენც ასევე, გეფიცებით. იცნობ ჩემი გულის ერთადერთ მფლობელს. ჯანანის სიყვარული, უნალი. თქვენი მეუღლე უცხოელია, ქალბატონო ჯანა. არა, უბრალოდ ცოტა აღელვებულია.
დედა ჯანა, სოდეს გაცნობა გინდოდა ვიღაცისთვის. დიახ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. წამოდე. ნუ იძაბები, ფიქრობ ძალიან საყვარლები არიან. იქნები მე და ოიქუც ასეთები ვიყოთ 20 წლის მერე. გეფიცები სხვა არაფერი მინდა. რა მოხდა შვილა? ალი აქ არის. ალი ვინ არის? გვარი არ აქვს? სერიალში რა თამაშობს ის ალი? მისი ნამდვილი სახელი არც ვიცი, დავინახე. კარგი, წავალ გავიცნობ. ფიქრობ, მასაც შევუყვარდები. სხვათა შორის სიზმარში ვნახე, ჩემთან მოვიდა ვითომ. ნუ სულელო, ბრა, შეგვარცხენ. მარტო ეგ არ არის პრობლემა ზვერფასო არა? მე არ დაუჯერებდი ამ სიტყვებს. ბავშვებო, ნუ მარცხენთ. გულენ ჩეკერჩანთიც მოვიდა. ნუ გაგვიფუჭებთ სახელს ღვთის გულისათვის. სად არის? მანახე. რაღაცა სიტყვი, ის კაცი შენ რომ გიყურებს. ბავშვებო, ის რა მე მიყურებს? ნახეთ. ვესმიე. ეს ვინ არის? ის წარმოუდგენლად ქარიზმატული საყვარელი და ლამაზი მსახიობია, რომელიც თავის დროზე ძალიან იყო ჩემზე შეყვარებული. ძალიან უყვარდი. უკაცრავად? რა, წავალ ახლა და მივესალმები, ძალიან გავუყვარდება. მოდი ერთად წავიდეთ. საინტერესოა ნეტავროდის. რამე გამომეპარა? ძმა, იმ პერიოდში სულ სხვა საქმეები ქონდა, ამიტომ შეიძლება და გამოგპარვადა. თუ გინდა ახლა არ მოყვები. ჩემი ნუქრცხენიათ და მინიშნებებით ნუ ლაპარაკობთ, ჩემთვის სულ ერთია ვის რა ქონდა წარსულში. თანაც მე და ბეკერი ერთმანეთის წარსულს პატივს ვცემთ, ხომ ასეა ბეკერ? წინ ვიყურებით მომავალში. კარგი და ორესმე. ესეა. Yok. კარგი იქნება ცოტა უპატივცემულობას თუ გამოხატა. დედა, თქვენის ნებართეთ. ჩემო ძვირფასებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გამარჯობა. მადლობა შვილო. გამარჯობა ქალბატონო ჯანან. კეთილი იყოს ზარი. მადლობა ჯანა. გეფიცები ამჯერად ნაჭამი მოვედით. მადლობა ღმერთს. მეწყინა იმიტომ რომ სპეციალურად თქვენთვის თხოვე მოემზადებინათ ცალკე კერძები, თორემ არც ერთი სტუმარი არ შეჭამს მაგას. მე შევჭამ. ბიჭო. ისე ლაპარაკობ გეგონება, არასდროს არ დაუბანი ხარ დასჩი. თუ გნებავთ იქით წავიდეთ. წავედეთ შვილო, წავედეთ. მობრძანთ. სად არის? უნდა ვინერვიულო. რატომ? ყველას მოუნდება შენი გაცნობა. შენ ძალიან ლამაზი ხარ. ნუ სულელო. ოიქო. იქნებ დრო აღარ დავკარგოთ. მინდა რომ რაც შეიძლება მალე გავუქრეთ სხვებს იმედები შენთან მიმართებაში. მოდი დავქორწინდეთ. ნუ სულელო, ვარავის არაფრის იმედი არ აქვს. ამაზე აქ ვილაპარაკებთ ჯერ. Bunu mu konuşacağız ya? შეგვიძლია ვიცეკოთ. მადლობა. ჯერ არავინ არ ცეკვავს. რა ვქნათ, არასდროს თუ არ ყვარებიათ.
შემიძლია რაღაც კითხვა. შენი ძმა სად არის? Abin nerede? სახლში არ მოსულა. ალბათ მალე მოვა. მარიამ. შენი ძმაც დაც და მეზობელიც ვიქნები მის ერყოფნაში. არასდროს არ დაგტოვებ მარტოს. Hiç yalnız bırakmayacağım. ჯერ მეც სიკეთეს გაგიკეთებ. არაფერი გაგიჭირდება. 10 yapacağım. ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ და კარგი ადვოკატი ვიპოვოთ ძვირფასო. Avukat bulmamız lazım. Canım. ძვირფასო. ვერაფერი გავიგე. დიდად არ მიყვარს შეხება. Dokunsal bir insan değilimdir. ჩემო ძვირფასო. მოიცადე. რას აკეთებს ერხან? გაიწიე. შემომხედე. Bu kıza. ამ გოგოს ხელი არ ახლო, თორემ მოკლავს ერხან. Sakınla dokun. Seni გაიწიე, ჩემო ძვირფასო. ჩემო საწყალო. yaralı Ceylan'ım. ჩემი საწყალი. რას აკეთებ? აი, ძმაც მოვიდა. რა? მერდერ. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. არაფერი არ მომხდარ, მადლობა ღმერთს. კიდევ ცოტა სასტო მომიჭერ, ვეღარ ვისუნთქებ და მაშინ შეიძლება მოხდეს რამე. არ დაუსჯე ხარ? პირიქით. სულ ახლა ხანს ათობით შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე უცნობი ნომრებიდან. იმდენი კომპლიმენტი მივიღე, როგორი ჭკვიანი და ეშმაკი ვარ. რა ბედნიერებაა ცოტათი მაინც, როცა ეხმარები ადამიანს. იტყოები. Yalancı. მართლა? დაცვის სამსახურის უფროსი ინტერნეტ თამაშით გაერთო. ყურადღების გარეშე დარჩენილი მისი ცოლი კი გადაირია. ვიფიქრე, რა არის თამაში ისეთი გადაუჭრელი. გაუხსენი მეთქი შენს ცოლსაც სათამაშო გვერდი, ერთმანეთს ეთამაშეთ საღამომდე. და იმათმაც დამიჯერეს. რა კარგად მოგეფიქრებია. კარგი არა, არაფერი დაგემართა. ჩემთვის უკვე სულ ერთია, ვინ შედიოდა და გადიოდა იმ სასტუმროში. მაშინ ამ კონვერტს იმას გადავცემ, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. ხუმრობ. იმ დღეს სასტუმროში 5 მამაკაცი იყო, რომელიც შენს კრიტერიუმებს შეეფერება. იმ 5-ვეს სახელი ამ კონვერტშია, მაგრამ ჯერ მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო. უანგარო და არაფერს არ აკეთებ. მეტყვი? არსებობს თუ არა ახსნა იმისა ასე ძალიან, რომ ხარ ენგინ ტენისზე დამოკიდებული. არსებობს. სხვა ვინმეს რომ მოუყვე, ძალა არ ეყოფა ისე შემომხედოს თითქოს გაიგო. მაგრამ შენ მე გამიგებ. ისმენ? ჯერ კონვერტი. მოკლედ. ახლა არა, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოგიყვები, კარგი? არ გახსნი? რა ხსნი? ძალიან ლამაზი წვეულება. სუდებედნიერად გამოიყურება. როგორც ჩანს, პრობლემები აღარ აქვს. შენ გაქვს რამე პრობლემა? ხო არ გააკეთეს. გამიშვი. გაგიშვებ. არიღელო, გაგიშვებ, ოღონ ჯემს მიატოვებ, ჩემი ოჯახისგან თავშორს დაიჭერ. აიღეს ბეჭედი. ვფიქრობ, აქ ნაკლები კარატია ვიდრე ელოდი, მაგრამ გაუმკლავდები სანამ ახალ ქმარს არ იპოვი. დიდი ბეჭედია. რა? დაგინახე ოიქო, დაგინახე. შენი გამოხედვა დავინახე, გესმის? ვიცი ვინც ხარ და რას აკეთებ. მისმინე, შეიძლება ეგ ბიჭი მოატყუე. არ დაგიმალა. ლამის მეც მომატყუე. სისულელეს როშა. იცი რა მაინტერესებს? იცოდი ვინ ვიყავი? იცოდი? თუ სასტუმროში რომ დამინახე იფიქრე, ამას პული ექნება და სპეციალურად ამეჯახე. მე რეგულნატკენი გოგოს როლი გაითამაშე, რომელიც ტერასაზე ავიდა და თავის მოკლას აპირებდა. ასე იყო ყველაფერი. ასეა? სპეციალურად ამეჯახე, სპეციალურად შემოხვედი ჩემს ხორებაში. მის მასთან არ გამოვიდა და მასთან ვწდი. იფიქრე რომ უფროსთან გამოგივიდოდა. მერე რა მოხდება?
მერე რა იყო? გეგმები ჩაგეფუშა, როდესაც ჯემი დაგიბრუნდა? გაჩვენდი. შენი ოჯახიც გარეულია ამაში არა? და დედა ძმა ყველა? მეორე აღარ გაბედა. ჩემზე და ჩემს ოჯახზე ლაპარაკე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემი საყვარელი ფილოსოფოსე, მაჰმუდ ბინანი ასწავლის ადამიანებს, რომლებსაც უნდათ სწორი გზა აირჩიონ და კარგად ცხოვრება განაგრძონ. ცხოვრებაში სამი გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. ეს გახლავთ იუმორი, იმედი და სიყვარული. რა კარგია, რომ მეც ასე ვფიქრობ. ეგ იმად ნამდვილად ღირს, რომ კარგი ისტორია ვნახოთ და კარგად ვიცხოვროთ. ჩვენ აგავსებთ იუმორით, იმედით და სიყვარულით, რომელსაც ნახავთ. ახლა კი თუ არ გვაწყენინებს და მოისურვებს, ისეთივე მშვენიერი, როგორც თავისი გული, სუდე ათაბეი. მას ვთხოვთ სცენაზე. თქვენს წინაშეა სუდე ათაბეი. როდესაც ქალბატონმა ჯანანმა გარზე დამიკაკუნა ამ პროექტით, რომ მიიღო, მაშინვე გადავავლე თვალი და ამ ისტორიამ ისე მომხიბლა, რომ ნებას თუ მომცემთ, მინდა პირველივე წინადადებით დავიწყო. ცხადია, ქვეყანაში, სადაც ყოველი ადამიანი ძალიან უბედური იყო, ერთმა ქალმა ერთი კაცი ჩაასახლა თავის გულში. თავისი უზარმაზარი გული მისცა ადამიანს, ვიზზე ვერც კი იოცნებებდა. გოგო ებრძოდა საკუთარ თავს იმის გამო, რომ არაფერი გამოუვიდოდა იმ ადამიანთან, რომელსაც შეხვდა. მაგრამ ეს სიყვარულია. ის არავის და არაფერს უსმენს. მერე გოგო და ბიჭი დაქორწინდნენ. მათმა სიყვარულმა ამ ქვეყნის ყველა უბედურ ადამიანს აჩუქა იმედი. ვიცოდი. ზერინ. მთელი სახლი აწია, რომ მასზე აპირებდი დაქორწინებას. ნახე შენი ყოფილი სიყვარული. მე ვიცოდი. ამიტომ არ დახარე თავი, როდესაც ხელზე აკოცა. სირცხვილი შენ. დაო. მე შენ გაჩვენებ ახლა. გაგიშდი ზერი. ხალხის თანდასწრებით. შენ უნდა მოუხადო ამ ხალხს ბოდიში. წლობით ატყუებდი მათ, რომ ფილმის სცენარებს წერდი. ზერინ დამშვიდდი. არ შემიძლია. ვერ დამშვიდდები. შენ კომპანია შექმენი მამაჩემის 40 წლიანი ისტორიებით. 40 წელი. მისმინეთ ქალბატონო ზერინ, ჩემს სულს ვერაფერს აწკენინებთ. ყვირილს ნუ გააგრძელებთ. ნუ ერავი მეთქი.
ზერენ იმის ნაცვლად რომ წარსულზე გაბრაზდეს ჯობს დაამატო რა მეთქვი დამიჯერე შენც დაგიკრავენ ტაშს Kız çok mücadele etmiş გუებწოდა საკუთარ თავს იმის გამო რომ არაფერი გამოუვიდოდა იმ ადამიანთან რომელსაც შეხვდა მე რა იყო იცი მე რა იყო გოგოს გულმა არ დაუჯერა გულს ხომ ვერ უბრძანა მე გოგო და ბიჭი დაქორწინდნენ მათმა სიყვარულმა ამ ქვეყნის ყველა უმოდურ ადამიანს აჩუქა იმედი მამა ჩემი ამ ისტორიას მთელი ბავშვობა მიყვებოდა სად არის მამა შენის რვეული ჯანან სად არის მეთქი მიპასუხე სად არის მამა ჩემის რვეული ჯანან სად არის მისი რვეული სად არის მამა ჩემის რვეული მოვდივარ გავგიჟდები სად არის მამა ჩემის რვეული აიქო და მისმინე რაღაც გავაკეთე არ გაბედო და არ გამიბრაზდე კარგე ვიფიქრე იქნებ ყოილად არ შეხვედრი ხარ იმ ადამიანს იქნებ ბედმა შეგახვედრათ არ მკითხო რა და როგორ მაგრამ იმ ადამიანის სახელი და ტელეფონის ნომერი ვიპოვე სასტუმროდან გესმის ყველაფერი გავარკვია რატომ არ გესმის ჩემი რატომ არ გესმის არავრეულა თავშიც არაფერი მომსვლია სულ არ მაინტერესებს ვინ არის არ მინდა მოკვდეს რაც უნდა ის გააკეთოს ოიქო რამე ისეთი გავაკეთე რამაც ასე ძალიან გაგაბრაზა დაო რამე ისეთი გავაკეთე სად მიდიხარ გავაკეთო ის რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა ძალიან შემეშინდა რომ დაშემო ყველაფერი განადგურდებოდა გამიყევე უკაცრავად მოგენატრე დავქორწინდეთ ახლავე მითხარი რომ არ ხუმრობ გინდა იპოვე ვიპოვე მაპატიეთ ყურადღებას ვითხოვ დედა ზერინდეიდა თუ შეიძლება თქვენს მოხვიდეთ შვილა რადგან ჩვენი მშობლები მოვიდნენ აღარ გავწელავთ uzatmayalım. მე და ოიქო მე და ოიქოს აღარ გვინდა ლოდინი და ამ თვეში დავქორწინდებით ჩემო ძვირფასებო გილოცავთ ჩემო ლამაზო შვილებო ყველაზე ძალიან თქვენ მინდა მოგილოცოთ მაგრამ ჯერ იმ ქერასთან უნდა მოვაგვარო საქმე ჯერ იმ ქერას გადავავლე დამშვიდი არ შემეხოთ
Ozan Akbolodi. Utsnebis yastımradan.